ყველას გვაქვს უფლება მივიღოთ სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ მივცეთ შესაძლებლობა ყველას, მისცეს ხმას სასურველ კანდიდატს. იყავი აქტიური. მოდი არჩევნებზე. ცესკო, გამოხატე შემიძლია. არჩევნები 2014 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 3 დღე დარჩა. 15 ივნის წალენჯი ხა ახალ გამგებელს, მაჟორიტარ დეპუტატებსა და პარტიული სიით კანდიდატებს აირჩევს. პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებს. მე ამ გადაცემის წამყვანი დარიკო ბერია ვარ. მომდევნო საათის მანძილზე თქვენ შეხვდებით გამგებლობის კანდიდატებს და წალენჯიხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ხეს მე და ჯიხას ტელემაყურებელი ერთად გავარკვევთ თუ ვინ რასპირდება საკუთარ ქალაქსა თუ სოფელს. მაშასე თქვენ უყურებთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებს ჯიხას არხზე. სანამ სტუმრებს გავისაუბრებოდე, მანამდე მინდა ტელემაყურებელს მიმართო თხოვნით, ვისაც ხელი მიგიწვდებათ ინტერნეტთან. კერძოდ სარგებლო Facebook-ით, სწორედ ამის საშუალებით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შეკითხვები და თითოეული ჩვენი სტუმარი გააქცევთ შესაბამის პასუხს. ამისთვის უნდა შეხვიდეთ Facebook-ის ჯიხას გვერდზე სახელწოდებით საინფორმაციო ცენტრი ჯიხა. როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, დღევანდელი პოლიტიკური დებატები 2 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში შეხვდებით გამგებლობის კანდიდატებს, ხოლო გადაცემის მეორე ბლოკში გაიცნობთ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს. ახლა კი დროა უფრო ახლოდან გავიცნოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, გამგებლობის კანდიდატები. ბატონებო, სანამ თქვენ საარჩევნო პროგრამას წარმოადგენთ, მინდა ტელემაყურებელმა უფრო ახლოს გავიცნოთ და მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი ბიოგრაფია. ბატონო გოგო, თქვენგან დავიწყოთ, გისმენთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მივესალმებით კანდიდატებს, წარმატებებს ვუსურვებ მათ. როგორც დავამთავრე წალენჯიხის ნომერ 1 საშუალო სკოლა, შემდგომ უკვე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ვარ იურისტი. სხვადასხვა პერიოდში 2000-2007 წლებში მუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე კონტროლის პალატაში, შემდგომ უკვე კერძო სექტორში გამართე საქმიანობა, 2013 წლიდან ვარ მუნიციპალიტეტის გამგებელი. ეს მოკლედ დასაგებია ბატონო ცნობები რა შეიძლება. მოკლედ რა შეიძლება. პირველ ყოვლისა მოგესალმები, ეს მაყურებელს მოგესალმები. ჩემ ოპონენტებს წარმატებებს ვისურვებთ არჩევნებში. მე დავიბადე ჯვარში, დაამთავრე ჯვარის მეორე საშუალო სკოლა, შემდგომ პერიოდში გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 2002 წლიდან 2003 წლიდან მუშაობ სამეგრელოზე მოსვანეთის გუბერნიაში სხვადასხვა თანამდებობებს. 2014 წლიდან მუშაობს კერძო სექტორში. მადლობა ბატონო გოგა, გისმენთ. მივესალმები მაყურებელს. მოგახსენოთ მოწვევისათვის პირველ რიგში მინდა მივესალმო ოპონენტებს და უსურვო წარმატებები მოახლოებულ არჩევნებში. მე დაამთავრე ბის საშუალო სკოლა, შემდგომში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ძალიან სიამოვნებს ის, რომ სამივე კანდიდატი ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავართ და თითქმის ერთი პერიოდი მოგვიწია სწავლა. შემდგომში მუშაობდი საგანმანათლებლო სექტორში, ძირითადად ეს გახდა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, ეს გახდა საბაჟო აკადემია, გახდა საზღვაო აკადემია ფოთში და ასევე გახდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ჩვენს რაიონში. 2006-დან 10 წლამდე ვიყავი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და 2009 წელს დაიწყო სადოქტორო დისერტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ევროპულ საფართალში. აი ეს მოკლედ რა შემიძლია. დიდი მადლობა. მოდით ახლა გამგებლობის კანდიდატებო უშუალოდ გადავიდეთ იმაზე, რატომ გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით გამგებელი? რატომ გინდათ რომ მოხვიდეთ ადგილობრივ ხელისუფლებაში და ასევე მინდა გააცნოთ თქვენ სამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა. რას თავაზობთ წალენჯიხელებს? ბატონო გოგა, თქვენგან დავიწყებ, თქვენ ისე მანამდეც იყავით გამგებელი და ისე ხებულობთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, გინდათ გახდეთ გამგებელი. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
ეს არ არის მხოლოდ სურვილი იმისა, რომ რა საჭიროება მოითხოვა, რომ ისევ გახდეთ გამგებელი? მე მოწამვჩნე და ოთხის განმავლობაში, როდესაც ამის იამდა, ვარ მწვადის გამგებელი. საკმაოდ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმ რესურსის და შესაძლებლობის ფარგლებში, რაც იყო ჩვენს წინაშე, იმ ძიმე მიღებული მემკვიდრეობის პირობებში შევძლებდა გადავწყვიტ. მათეულობის წლების განმავლობაში დაუბრუნდა ჩვენს მუნიციპალიტეტს, დაუბრუნდა თითოეულ ადამიანს, ძალიან ბევრი კონკრეტული პრობლემა, პიროვნული პრობლემები, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური. ამიტომ გამოვიდა დღეს შემართის გუნდი იზავა, რომელსაც ყველაზე უფრო შეგვიძლია საკითხები მოვაყოთ და გადავწყვეტ. დიდი მადლობა, ახლა თქვენ გესმენთ ბატონო შოთან. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მარტო ჩემი პიროვნული სურვილი, ჩვენ მოვდივარ გუნდი, რომელიც გამოირჩევა საქმის კეთებით, რომელსაც უკეთებია საქმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში ჩვენ ბევრ საქმეს გავაკეთებთ, დაწყებულ საქმეს, რომელიც სამწუხაროდ დღეს შეჩერებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. კონკრეტულად რა შეიცვლება თქვენი ხელისუფლებაში მოსვლა? ჩვენი ხელისუფლებაში შეიცვლება რას თავაზობთ წალენჯიხელებს უშუალოდ პროგრამიზირების? კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად, ხალხთან ერთად უნდა ვაკონტროლოთ ბიუჯეტი. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრინციპული მიდგომა. ყველა მოქალაქე მაქსიმალურად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული ბიუჯეტის ფორმირებაში და ბიუჯეტის ხარჯვაში. სამწუხაროდ დღეს მოსახლეობა ინფორმირებული არ არის, როცა მოსახლეობასთან ერთად ჩვენ განსაზღვრავს ბიუჯეტს და შესაბამისად დავიჭერს ხარჯვას, უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ, უფრო მიზნობრივად გაიხარჯება ბიუჯეტი. ამ მიდგომით ვაპირებ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად მუშაობას და ვიცი რომ მოსახლეობა იქნება აქტიურად ჩართული, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმ პროგრამებს, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. დიდი მადლობა ბატონო გოგა, გისმენთ თქვენ რატომ გინდათ რომ გახდეთ გამგებელი და რა პროგრამა გაჩნიათ? რას თავაზობთ წალენჯიხელებს? მოგახსენოთ, მე ყველა შეხვედრაზე ჩემს ამომრჩევლებთან აფიქსირებ ერთ რამეს, ანუ რამ წარმოშვა ზოგადად ჩემი გადაწყვეტილება მეხარა კენჭი გამგებლის თანამდებობაზე. ეს გახლავთ და ეს წარმოიშვა ჯერ კიდევ ეს აზრი და ეს ჩემი მიდგომა 2006 წელს, როდესაც მე გავხდი საკრებულოს წევრი. ანუ 2006 წლიდან 10 წლამდე არსებულმა პერიოდმა მთლიანად დამანახა ის რეალობა, რა რეალობის წინაშეც დგას წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, რომ წალენჯიხაში უნდა რეალურად სახალხო ხელისუფლება, ხალხის ხელისუფლება, რომელსაც ხალხი ენდობა და ხელისუფლება, რომელიც ჭიდრო კავშირში იქნება ხალხთან. და გამომდინარე აქედან სწორედ გადავწყვიტე და ვნახე ის რეალობები და ვნახე ის რაიონის შემოსავლებიც, გასავალი ხარჯვით ნაწილი, თუ რა შეიძლება რეალურად გაკეთდეს რაიონში. რა შეიძლება ის, რაც არ კეთდება. აი აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. ახლა მე კონკრეტულად არ დავიცებ კონკრეტულ საკითხებზე საუბარს, მაგრამ ძირითადად აღნიშნავ შემდეგს, რომ აგერ ბატონმა შოთან ბრძანა, რომ ჩვენ დავიკეთებია საქმე, ვაკეთებდით საქმეს, კი ბატონო, გეთანხმებით ბევრ რამეში, რადგან არ დანახვა იმისა, რაც გაკეთდა იმ პერიოდში, არის შეუძლებელი და იქნება უმადურობა და ფაქტობრივად ეს ჩვენ უნდა დავინახოთ, მაგრამ იმ პერიოდში იყო ძალიან დიდი დარღვევები და ყველაზე უარესი, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებამ გააკეთა, აი გამჭვირვალე ხელისუფლებაზე გააკეთა აქცენტი ბატონმა შოთან. თქვენს პროგრამაზე მინდა ისაუბროთ, მე მოგეცემათ საშუალება თქვენ რომ ერთმანეთის საქმიანობა შეაფასოთ პროგრამები ასევე. მინდა რომ თქვენი პროგრამა გააცნოთ. ჩემი პროგრამა ძირითადად გახლავთ მიმართული სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ რაიონში, სოციალური პრობლემების გადაჭრისაგან, რომელიც დღესაც გადაუწყვეტელია და ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტიურად გვყავს რაიონში მიუსაფარი ფენა, რომელსაც ფაქტიურად არანაირი ყურადღება არ ექცეოდა არც ნაციონალების პერიოდში და არ ექცევა არც დღეს.
ძირითადად უნდა გადაწყდეს წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ და მას უნდა მოიღოს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო იგივე ჯვარში და იგივე სხვა სოფლებში, სადაც ეს პრობლემები არის, გზების პრობლემის დარეგულირება, ელექტროენერგიის ტარიფის საკითხი, სამართლიანობის აღდგენის საკითხი, უკანონოდ გაყიდული მიწების მოსახლეობისათვის დაბრუნება, გამჭვირვალე მმართველობა თავისთავად და რეალურად გამჭვირვალე და არა ისეთი, როგორც ჩვენ გვქონდა ნაციონალების პერიოდში და გვაქვს დღეს ოცნების პერიოდში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თავისთავად რა თქმა უნდა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. ჩემი ძირითადი პრიორიტეტი ამ მომენტისთვის გახლავთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები პირველ რიგში მე ვნახე სოფლებში, სადაც აი ეს დაწესებულებები არის მოუწესრიგებელი, მომიყვანეს ბავშვები ბაღებიდან, სადაც არის გაუცაძლისი პირობები. მე დავინახე კანთის სკოლა, რომელიც დამწვარია და დღემდე ყურადღება არ ექცევა. მე დავინახე ლარას დაწყებითი სკოლა, რომელშიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ შემინლა გაეკეთებინა უბრალოდ სხვას დავანებოთ თავი. აი ამ პრობლემებზე მინდა პირველ რიგში გავამახვილო ყურადღება. ძირითადი პროგრამული ნაწილი ჩვენი არის. აი საიდან გამოიყოფა რესურსები ამ ყველაფრის შესასრულებლად? თქვენი პარტია როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას? რა თქმა უნდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რა თქმა უნდა ცენტრალური ბიუჯეტიდან იმ საკითხებში, რაც ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია. მაგრამ ჩვენი პარტია როგორ აპირებს ამ სახსრების მოპოვებას? გეტყვით პირდაპირ, რომ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მომთხოვნი ხელისუფლების მიმართ, თითოეული თეთრი, რომელიც ხელისუფლების მიერ იქნება კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად მიმართული, მოხმარდება სწორედ იმ კონკრეტულ საქმეებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში შევარდნაძის პერიოდიც მახსოვს ნაციონალების პერიოდიც, როდესაც თითოეულ გამოყოფილ თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან მოყვებოდა ზემოდან დირექტივა, ჩვენ არანაირ დირექტივას ცენტრალური ხელისუფლებიდან არ მივიღებთ. ჩვენ თანხებს გავხარჯავთ ისე, როგორც ამას ჩაკვლის საჭიროდ ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ ზევიდან არაფრის მითითების უფლებას არ მივიცავთ. აი ეს არის სწორედ ოპოზიციური მმართველობა რეგიონებში და ჩვენ ამ მმართველობას რეალობად ვაქცევთ. სამწუხაროდ დღეს ადგილი სახეზე გვაქვს, რომ ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გადმორიცხულ თანხებს ცენტრალური ბიუჯეტიდან უქმნიან ხალხს ილუზიას, რომ თითქოს რაღაცა კეთდება, თითქოს რაღაც ასფალტებს აღგებენ. ტაბიძის ქუჩაზე მე ვნახე გუშინზე სადღაც შეიყვანეს 30 მეტრო ასფალტი. ეს არც თავია, არც ბოლო, თუ გავაკეთებდი ჩუსას, გავაკეთებდი ბოლომდე. თუ რამდენად ხარისხიანია თვითონ მოსახლეობა მიწის, მაგრამ იმ ასფალტით შეგვეძლო 1-2 შეგვეძლო 1-2 ბაღის შეკეთება, რომ თქვათ ბეტონის იატაკზე მაინც რო არ თამაშობდნენ ბავშვები. ბევრი თანხები იხარჯება არამიზნობრივად, ეს წინაშაარჩევნოდ თქვენ როგორ დახარჯული მიზნობრივად ამაზე ისაუბრეთ? მიზნობრივად მე კიდევ ერთხელ გითხარით, რომ ის თანხები რაც ეკუთვნის მოსახლეობას 21 საუკუნეში, როცა ჩვენ გვაქვს საუბარი წყალზე, ბაღებზე, პირველ რიგში ამას უნდა მიექცეს ყურადღებას. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს, მაგრამ ის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს ხარისხიანად, ხოლო რისი საშუალებაც არის, თავად პირველ რიგში უნდა მოვაგვაროთ წყალი, ბაღი და ის აუცილებელი საშუალება, რაც მოსახლეობას სჭირდება. რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურაც მოსაგვარებელია, მაგრამ ეს თანხები პირველ რიგში მიზნობრივად უნდა წავიდეს ბაღებზე და წყალზე და აი თქვენი ხელისუფლება 9 წლის მანძილზე იყო, ხო? ხელისუფლებაში. მაშინ რატომ არ გეცდებოდა ეს ყველაფერი? ჩვენი წარმომადგენლები სხვა რაიონიდან შედარებით დაიჩაგრა. რევოლუციის აკვანი ხომ ჩვენი რაიონიდან დაეცა. ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ გაკეთებულა. უპირდებოდნენ ქარხნებს, აწარმოებს, ხალხის დასაქმებას. ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა. კი ბატონო, მე მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ გაკეთებულა, ასე არ არის. არა, იმასაც მე თუ შეიძლება გავაგრძელებ. დაუნახაობა იქნება, მაგრამ დაუნახაობა იქნება, ჩვენ გვახსოვს 600 მილიონიანი. მაგრამ ფაქტის სახეზეა. კი ბატონო, ჩვენ გვახსოვს 600 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ავიდა 8 მილიარდამდე. ჩვენ გვახსოვს პოლიცია, რომელიც დილით გადააწერდა ხალხს და მე საღამოს აჩაღობდა. ჩვენ გვახსოვს კრიმინალი, ჩვენ გვახსოვს კორუფცია. ჩვენ გვახსოვს თუ როგორი იყო წალენჯიხა, ჩვენ გვახსოვს ახალი რეფორმები, ახალი პოლიცია, ახალი ჯარი, ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები, ახალი განათლების რეფორმა, რომელიც ყველაზე თვალსაჩინოა და რა თქმა უნდა, ამის ფონზე როცა ასეთ ტემპის მიდის ქვეყნის წინსვლა, რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, ამას ჩვენ ვაღიარებთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ხელისუფლება შეცდომებზე უშვებს, უნდა გაეზიარებინა ეს შეცდომები და უნდა წასულიყო წინ. მე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ 2010 წლებში 2012 წელს ძალიან ბევრი ზრდა გაკეთდა ქალაქში,
ჯვარში თვითონ წალენჯი ხაში ბევრი ბაღი გაკეთდა, გადაიხურა რამოდენიმე კორპუსი და ასე შემდეგ და ასე ბიუჯეტის ფარგლებში გაკეთდა რაც შეიძლებოდა. ჩვენ გვახსოვს სულ არ ქონდა გზა იმის ზუგდიდი წალენჯიხის გზა, ჯვარია წალენჯიხის გზა, გავანათეთ ფაქტიურად 70% ცენტრალური ქუჩებისა, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო 2010 წლიდან 2014 წლამდე, რომელიც შეჩერებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთლად რო არ გაკეთებულა, ასე არ არის. არის მაგას კი ბატონო, გაკეთდა პარკი, იყო ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ეხლა შეჩერებულია. ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში გაკეთდა რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა, მაგრამ ბევრი გასაკეთებელი იყო, რაც შეიძლება არ გაკეთდა, მაგრამ მე მედოვნებ რომ ჩვენ ახლა გავაკეთებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგა, გისმენთ თქვენ. ძალიან ბევრი რამ მოვისმინე. ასევე შენიშვნები გამოიყვათ მთავრობის მოსამართლით. კონკრეტული საკითხები, ალბათ კონკრეტიკისგან შორს არის და საქმიანი მიღონისგან ასე. გამგებლობის კანდიდატები პოლიციის რეფორმაზე საუბარი და 2003 წელს რა იყო და შუქში რა გვაქვს და ათში რა გვაქვს. ბაღების ინფრასტრუქტურაზე ისაუბრეს. ძალიან საინტერესო მომენტია ჩემთვის. თუ ფლობენ კანდიდატები ინფორმაციას, რა თანხები დაიხარჯა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაზე 2010-12 წლებში. ეს კითხვა მაქვს მათთან. ამისთვის გეგმებად დრო დავუსვამთ ერთმანეთს შეკითხვას. თუ არ ფლობენ, მე მათ შევახსენებ, რომ ეს თანხა სულ შეადგენს 90,000 ლარს. 2013 წელს ამ თანხამ შეადგინა 271,000 ლარი და 2014 წელს ბიუჯეტში მობილიზებულია ამისთვის 275,000 ლარი. ამიტომ ამ თემაზე საუბარი ვარ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სად რა მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ ეს მიმდევრობა მივიღეთ. ის რო წელიწადში ეს ერთბაშად ვერ გადაიჭრებოდა, ალბათ სოციალური მართლობის პერიოდში რო იყვნენ ხელისუფლებაში, მათ უფრო მეტი უნდა ეკუთვნათ ამაზე. აი დღე როგორ ფიქრობთ, დღეს იგრძნობა აღორძინების პერიოდი წალენჯიხაში, რა პარალელს გაავლებდით ნაციონალურ და ქართულ ოცნებაში? მე ხო. რა გაგეცდა ამ ჩვენს რაიონში? პოლიტიკურ სიტუაციაზე არ ვისაუბრებ, ვისაუბრებ უბრალოდ ელემენტარულად იმაზე, რომ შეჩერებულ პროექტებზე იყო საქმე, შემახსენონ ერთი შეჩერებული პროექტი, აგახსენმა ბატონმა შოთამ ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი. მოდი ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი მოსახლეობას სიმართლე უნდა უთხრათ. ნახატებით რო ყვებავდნენ ბოლო 4 წლის განმავლობაში, რომელშიც 80,000 ლარი გადაიხარჯა და არანაირი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მინდა გითხრათ. ეს იყო პირველი ნახატები, სურათები, რომლებიც შეგვიძლია ხა დღეს ავждდეთ 60 დღეში კომპიუტერზე, ნებისმიერმა ცეთმა ადამიანმა, ვინც ოდნავ მაინც ფლობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, აგვიწყოს ჩვეულებრივად მაკეტის დონეზე. რომელსაც არანაირი ხარჯ-დაბრძვა არ მოყვებოდა და არანაირი რესურსი შემდგომ იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს პროექტი. ამის სახელით ერთი შეჩერებული პროექტი, რომელიც შეჩერდა და არ განახორციელებდა. ჩვენ დაგისახელებთ იმ პროექტებს, რომელიც განახორციელებდა. წალენჯიხის რეალობაში შარშან განხორციელდა 191-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს როგორც სოფლის პროგრამის ფარგლებში, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ასე შემდეგ. 2,500,000 დაიხარჯა მხოლოდ რეგიონალური პროექტების ფარგლებში. ასფალტირებაზე იყო საუბარი, განშოთა ჩვენ ჯვარები განდები და საათის განმავლობაში ჩვენ ის ვერ მოახერხეთ, რომ ის კილომეტრიანი მონაკვეთი რომელიმე რეაბილიტაცია მოგვექცინა. სამაგერად 80% შიდაგზებისა ჯვარში გაკეთდა ბატონო გოგა და ისიც იჯდა იმ პროექტში, ის პროექტი რომელიც ჩვალერი საჩინოს გზა იყო, რომელიც თქვენ შეაჩერეთ. ბოლომდე არ არის გაკეთებული. ჩვენ ახლა სრულ ინფორმაციას აძლევთ პირდაპირ მოსახლეობას, ჩვალერი საჩინოს გზა არც მაშინ დაფინანსებულა ადგილობრივი ბიუჯეტით, არც ახლა არ ფინანსდება. ჩვალერი საჩინოს გზა მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პირდაპირ დაავალა მეწარმეს ისე რომ ბიუჯეტში მაგის სახსრები არ არსებობდა 1 მილიონზე იყო მაშინ საუბარი 2 მილიონების სამუშაო ისე შეასრულა მეწარმემ რომ ბიუჯეტში თანხა არ იყო ასახული როგორ უნდა მომხდარიყო შემდეგ მისი ანაზღაურება თქვენ როგორ მოახერხეთ ნაწილის გაკეთება ჩვენ იმის მოახერხეთ რომ ის 2 მილიონი ნახევარი შარშან ბიუჯეტში ასახა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნაწილი წელს დაფინანსდა ეს გარდამავალი პროექტია თქვენ რაღაც პროფესიონალურ რეჟიმში რაღაცების ტერორის ხარჯზე რო კეთდებოდა ასე არ ვაკეთებ ჩვენ ვაკეთებ მხოლოდ კანონის შესაბამისად ისე როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს
მომავალ წელს ის პროექტი დასრულდა მეორე ეტაპის სამუშაოებზე, ხა მოიხსენება საარჩევნო პერიოდი იყო, რაღაცა ცვლილებები შეტანა ბიუჯეტში შეუძლებელია, ამას კანონი გზავნის. მეორე ეტაპის სამუშაოები კიდე დაგეგმილია 2015 წელს ის გზა ძალიან დასრულდება. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ რაღაცაზე, დავაკონკრეტოთ, გავმიჯნოთ. არც ის რომ ეხლა ბრძანეთ რომ წალენჯი ხა იმის გზა ლია და ცხოვროწყოს მიმართულებით. და შუაში ადგილობრივი ბიუჯეტში არაფერ შუაში არ იყო მაშინ, არც არაფერ შუაში არ იქნება ეხლა. ეს არის ჩვენ გავმიჯნოთ, თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით ინფორმაციას, რომ არსებობს სხვადასხვა დანიშნულების გზები, როგორც ადგილობრივი დანიშნულების, ასევე ცენტრალური დანიშნულების, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტი, არის გზები, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსდებით კეთდება და ფინანსდება, არის გზები, რომლებიც მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებით ფინანსდება. ასე რომ მოსახლეობა შეცდომაში არ შევიყვანო. და ვისვათ აი სხვა შეკითხვაზე გადავიდე. შეიძლება თუ რეპლიკის სახით მე ჯვარელი ვარ და ჯვარში ფაქტიურად დარჩენილი იყო ეს 1 კილომეტრიანი მონაკვეთი და იცით ბატონო გოგა რომ ჯვარში ფაქტიურად 80%-ის შიდა გზებისა იყო გაკეთებული. ეს რეპლიკის სახით. რაც შეეხება იმ თანხებს, რაც შეეხება ის თანხებს, რომელიც თქვენ ახლა ამბობდა კომპენსურად ხარჯავთ, ახლა ეს არის წინა შარშან გადმოგერიცხათ თანხები, არის საკრებულოს დადგენილებები. თუ რა დროს გადმოგერიცხათ, რატომ და მაინც ემთხვეოდა ეს თანხები წინა საარჩევნოდ. იყო თუ არა? წინა საარჩევნოდ არის ახლა გამოყოფილი თანხა ამაზე და წინა პრეზიდენტი წინა საარჩევნოდ იყო გამოყოფილი ის თანხები, რომელზეც თქვენ საუბრობთ. რას ნიშნავს წინა საარჩევნო თანხები გამოყოფილი? წინა საარჩევნოდ იყო ცენტრალური ბიუჯეტი და გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტზე. მე მინდა შევეხო იმ პროექტებს, რომელიც სტიქიის შედეგად სტიქიისთვის იყო განკუთვნილი, რომლითაც ჯვარში მე მგონი სტიქი არ იყო და სახურავები, რომელიცაც უნდა სტიქიის გამო არ იყო და გადაიტანე თქვენის თანხა. სტიქის ნაციონალური მოძრაობის დროს არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევა წინა საარჩევნოდ არ ხდებოდა. არა, მე იმას არ ვამბობ, რომ არა. მოდი მე იცით რა, მე ვამბობ, მე კიდევ ერთხელ ხდებოდა მაშინაც. დარიგო, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იყო შეცდომები, მაგრამ ჩვენ შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. მაგრამ რა შეეხება იმის სალიკვიდაციოდ სტიქის ძირითადად თანხები მე როგორც ვიცი დაიხარჯა სახურავების გადახურვით, რომელიც სტიქიას არ დაუნგრევია და ისიც რამდენად ხარისხიანია. მე ვიყავი გუშინ ჯვარში და ნახევარკორპუსებს აწვდით. თუ გიდათ ბატონო გოგა წავიდეთ ერთხელ და ვნახოთ. კი ბატონო. პრობლემა არ არის. ამიტომ მე ბიუჯეტზე როცა ვლაპარაკობ, იმ ადამიანებს უთხრათ, ბატონო შუთა ერთად თუ გინება წავიდეთ და იმ ადამიანებს თუ რამ დაუზიანა ის სახლები, მე თქვენ გაჩვენებთ საჯარო ინფორმაცია, რამდენი ასობით განცხადება არის შემოსული იმ პერიოდისთვის, კონკრეტული პერიოდებისთვის, ეს არ იყო ერთი პერიოდი, რამოდენიმე სხვადასხვა პერიოდში. ეს აღბეჭდილია როგორც ფოტომასალაზე, ასევე სხვადასხვა სამსახურების მიერ ნანახია, დათვალიერებულია და ის ემთხვევა იმ კონკრეტულ პერიოდებს. ახლა თქვენ იმ ადამიანებს თუ ეთქვით, რომ თქვენი სახლი გადასახური არ იყო, თუ მივგანდებით, არა, როგორ გიკადრებ, მე მაგას არ ვამბობ, უბრალოდ თანხები უნდა რაც შეეხება ხარისხს მინდა ყურადღება გავამახვილო. ძირითადად აწვევს იმ სახლებს, რომლებიც 3-4 წლის წინ გადაიხურა, თუ გვაქვს ესეთი კონკრეტული შემთხვევა ჩვენ გვაქვს მოთხოვნილი 10 წლიანი საგარანტიო პერიოდი იმ მეწარმეებისთვის, ვინც ეს შეასრულეს, ჯერჯერობით ჩვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. თუ გვაწვით ამ კონკრეტულ ინფორმაციას, მიგვიქით კორპუსი, ხვალმე მივიღებთ ამაზე ზომებს, შესაბამის სამსახურები. მიიღებთ იმ მეწარმეს მოთხოვენ, ვისაც 10 წლიანი ვალდებულება აქვს იმისა, რომ საგარანტიო პერიოდში გასწიოს ეს მომსახურება. ბატონმა შოთან წარმოჭრა საკითხი აი ბატონ გოგას სიტყვებიდან გამომდინარე იგივე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხზე. მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით და პირდაპირ და საჯარო. სტიქია თქვენიცით რომ შარშანი იყო დიდი სტიქიური შემოტევა ლიაში, მე მაგ კონკრეტულად ამ სოფელზე ინფორმაცია. აღწერეს ზარალი, მოსახლეობას დაეხვდა საქონელი, თუნელი, ზოგის თხილი შეგროვილი უკვე თხილის მოსავალი წაიღო მთლიანად წვიმამ და დაპირდნენ ათასმა რაღაცებს რომ აგინაზღაურებთ ამას ვიზავთ ერთი თეთრი არც ერთ დაზარალებულ მოსახლეს არ მიუღია. ერთი თეთრი.
და თითოეულ მოსახლესთან მე შემიძლია მივიდე, თუ თქვენ გნებავთ და თუ თქვენ გექნებათ ამის საშუალება, მე შემიძლია თითოეული მოქალაქე მოვიყვანო და ვათქმევინო, რომ რეალურად არც ერთი თეთრი მუნიციპალიტეტს ამ მოსახლეობისათვის არ მიუწია. რაც შეეხება ბიუჯეტის საკითხს, ბიუჯეტის ბატონმა შოთამ ამასწინათ ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალების დროს ჩვენ გავანართეთ, გავაკეთეთ ეს კენედის. დღეს ხო საერთოდ არაფერი არ კეთდება ქართული ოცნების პირობებში და ვხედავთ, რომ აქტიურად მე ამას აღნიშნავ. ყოველთვის რომ წალენჯი ხარ, აბატია კი ბატონო, კითხვა მერე. ფაქტიურად ჩვენ მივდივართ წალენჯიხის სინამდვილეში, მე მახსენდება 90-იანი წლები. ჩვენ მივდივართ კიდევ უფრო შორს, სადღაც 15-20 წლით უკან 90-იან წლებში დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება ნაციონალების პერიოდს, მე არ ვიცავ არანაირად ნაციონალებს და არც მინდა მაგათი კომაგი გამოვიდე. კი ბატონო, შუქები გააკეთეს, რაღაცა გააკეთეს, მაგრამ ბატონო შოთა, მე არც ისეთი შუქი მინდა, რომელიც გვირაბს არანათებს და სიგნელეში გვაგდებს ისევ. აი, რას ნიშნავს 90-იან წლებში კონკრეტულად ბატონო გოგა? კონკრეტულად რას ნიშნავს? ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ კეთდება. წალენჯიხა ყოველდღიურად მიდის უკან, უკუსმით და ამას ხედავს მოსახლეობა. ეხლა ის რომ ცენტრში რაღაცა პროექტი განხორციელდა და პატარა პარკი გაკეთდა და თუნდაც რაღაც ასფალტი დაიგო, სადღაც ეს არ არის. ამაზე დიდი პროექტები უკეთებიათ ნაციონალებს და ეხლა ამის გამო ნაციონალებს ვაქოთ დავადიდოთ ჩვენ სანაცვლოდ ჩვენ ნაციონალებმა ცოცხლები მოწვია დაგვიშინეს ბოლოს. რა პრობლემებზე საუბრობენ? ბატონო, რა პრობლემებზე საუბრობენ? თქვენ ყოველდღიურად გიხდებათ ყოველდღიურად გიხდება მოსახლეობასთან შეხვედრა, აგერ ბატონო გახსოვს რომ გაიხარჯა ამდენი 1000 ლარი ბაღების რეაბილიტაციაზე, მე მაინტერესებს რომელი ბაღებია ეს, აგერ მე მაგ მაგალითად კონკრეტულად ლიის მაგალითზე, რომ ლიის ბაღი გადაიხურა, ლიის ბაღ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ასე შემდეგ და ასე რომელ რეკონსტრუქციაზეა ბატონო გოგა საუბარი, ეს რა ქვია 50 ლარიანი გაზის ბალონი რო ვყიდეთ, ეგ იყო რეკონსტრუქცია ბაღის. არა, იქ არის მახარიას უბანი, სადაც მოსახლეობას მათაშორის პრეტენზიები ჰქონდა, რომ საერთოდ ადგილობრივი მოსახლე საერთოდ არ მუშაობს იმ სოფლის პროგრამაში ჩადისვია თუ თქვენ და მახარიას უბანი. უმუშევრობა ცალკე საკითხია. ლეშამუგეს უბანი ჩქვალერის ტერიტორიაზე. ბაღი არის? არ არის. მოჟანას ტერიტორიაზე არის ბაღი, მაგრამ ისეთია, რომ არ იყოს, ვთქვათ, ლეშამუგეზე მაქვს საუბარი. მოჟანას ტერიტორიაზე საერთოდ არ არის ბაღი და მოსახლეობას უწევს ბავშვების ჭალეს ბაღში ფეხით დაღავ ბავშვები. რომელი ბაღი გაკეთდა, მე მაინტერესებს, შიგნით მარტო წალენჯიხა გაკეთდა. მე მაინტერესებს და კიდევ სხვა საკითხს. აი თქვენი ერთი წუთით საბიუჯეტო შევასავალმა შეადგინა გასულ წელს პლუს მინუს 5% ვამბობ, იმიტომ რომ მე არ მაქვს რეალური ციფრი ამ მომენტისთვის დაახლოებით, იმიტომ რომ თქვენი ბიუჯეტი არის გაუმჭვირვალე ბატონო გოგა, ისევე როგორც იყო ნაციონალების ბიუჯეტი. შენიშვნები გამოთქვეს 10 მილიონი დაახლოებით 11 მილიონამდე. მაინტერესებს ეხლა ასეთი რაღაცა, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს განახებენ, მაგრამ ხარჯვით ნაწილს ვინ განახებს, შოთა ეს ნაციონალების დროს მონერგილი ის არის, რომ ეს ხარჯვითი ნაწილი არის მიმალული ხოლმე. მე ვამბობ, რომ გადანაწილება არის პასუხო თქვენს ოპონენტებს. ნუ ეხლა მე ადამიანებია ხო? ერთად მოусმინეთ. განგაგიგზავნა ბატონო გოგა, უნდა მოусმინეთ. ეხლა მე საერთოდ განსხვავ ბატონო გიორგი, მე როგორც ვთქვენ ლიაში ხო? სხვა რაიონში ვარ ხო? რა აი კოსმოსიდან რო არ ვარ ჩამოსული, რაღაც განცდაც მიჩნდება იმისი, რომ რაღაც მე მგონი სიახლოვე არა გაქვს ჩვენს მუნიციპალიტეტთან, რომ თქვენ იძახით ახლა იმას, რომ არაფერი არ გაკეთებულა. ეს ლიის ბაღზე რო საუბრობ. ლიის სკოლაში თუ ხარ ნაყოფი შიგნით. ლიის სკოლაში ვიყავი ერთი კვირის უკან და არის იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მე და მე რა გინდათ, რომ გარედან ფასადი იყო შეღებილი და შიგნით სავალალო მდგომარეობა. ლიის ბაღში, იმ ცენტრალურ ბაღში, როდის ხარ ბოლოს ნაყოფი ბოლოს წლებს ურწმუნე, შარშან თუ ხარ, შარშანზე ნამყოფი. შარშანწინაც ვარ ნამყოფი და ვიყავი ერთი კვირის უკან. შარშან. და რა სიტუაცია და? არა, სიტუაცია. პასუხი მინდა გავცე ერთი წუთი, შეიძლება. დიახ. შარშან აწვიმდა იმბა. შარშან იმბას აწვიმდა. წელს კი ბატონო. ვალდებული იყავით, გააკეთეთ რა, მადლობა გითხრათ? არა. თქვენ რო იძახით, არა. კი ბატონო, გადაიწყო. თუმცა იძახით იმას, რომ არაფერი არ გაკეთებულა, მე გაძლევთ პასუხს იმაზე, რა გაკეთდა და ეხლა თქვენ თუ გინდათ რომ მე ვიყვნენ ადამიანები და ყრუები რომ არც დავინახოთ და არც მოვისმინოთ, როცა გინდა და განცდა იმისა რომ არც გინდა დაინახოთ, არც მოისმინოთ,
იცით დამასწრეთ თქვენს კონკრეტულ კითხვაზე გაძლევთ პასუხს. ისმეთ ბატონო გოგა. სამი ოთახის რეაბილიტაცია მოვახდინეთ შარშან. ფასადზე არ ჩანს, იმიტომ რომ ფასადებით არ ვიწყებთ. თქვენ ეთქვა ფასადები მოგდონ. წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში კიდე არის ახლა გამოყოფილი და ორი ოთახის რემონტი კიდე გაკეთდება. თლიანად ბრაღების ინფრასტრუქტურაზე რო იფსაუბრეთ. ლეშამუგეს ბაღი ახსენეთ. ლეშამუგეში ბაღი არ არის, უბრალოდ არ არის საკუთარი შენობა საბავშვო ბაღისთვის. ის პირობები ახლა თქვენ რასაც ამბობთ, იქ არ არის. ჩვენ ქირავ საბავშვო ბაღისთვის სახლს, სადაც ვერ ვიტყვი რომ იდეალური პირობებია, მაგრამ იმ ერთი ჯგუფისთვის შედარებით ნორმალური პირობები. წელს ჩვენ მე ის ციფრი თქვა კი არ მიხსენებია. 650,000 ლარი არის მობილიზებული რეგიონალური პროექტების ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირ მე შეგიძლიათ გაესწროს ეს ვებგვერდზე და ჩვენს ვებგვერდზე ეს ყველა პროექტი თუ არ შესრულდება მაგას ნახავთ მე და იმედი ნაკლებად ციფრები, ბევრი პროექტები იდო შოთა ამბობს, ბევრი პროექტები დადებულა, გამისახელეთ შარშან, მაგრამ რეალურად არაფერი არ შესრულდა. მე ხა ერთ წელზე გესაუბრებით, თქვენ არ გეუბნებით წინა წლებზე. გამისახელეთ 2013 წელს დაანონსებული ასე ვთქვათ პროექტები და არ შესრულებული. ეს ერთი. მე რაც შეეხება ბიუჯეტს და მის იმას, მე ხა თქვენ ხედავ რომ რაღაც საინფორმაციო სივრცის მომხმარებელი ხართ, რაღაც სოციალურ ქსელს კარგად ხმარობ. ერთხელ თუ არ გაგიშტათ სურვილი რომ ჩვენს ვებგვერდზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე შეიხედოთ, სადაც ფინანსური ანგარიშგება ძდევს წლიური 2013 წლის, სადაც 2014 წლის ბიუჯეტი ძდევს, როგორც დამტკიცებული, ასევე დაზუსტებული. და ყველა ის მონაცემი განმარტებით ბარათთან ერთად ხარჯვითი ნაწილის რაღაც მიჩქვალვაზე და იმაზე როცა ვსაუბრობ, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, იქ როგორც შემოსავლები, ასე ხარჯვითი დაშიფრულად პროგრამულ ბიუჯეტს თუ იცნობთ კარგად, ძალიან კარგად იმ ადამიანების, ვისაც აქვს პრეტენზია იყვნენ მომავალი გამგებლები, იმ საკითხის საშუალებაც უნდა მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ როცა სტიქისთვის ის გადაირიცხა თანხა, ის უნდა მოხმარებული იყოს სტიქიას. ეს თანხები ნაწილი გადასროლილი იქნა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამის სახელი. უნდა ჯვარში სახურავების გადახურვით. იყო თუ არა? მაშინ გამეცეთ არა, იყო თუ არა? რატომ ტენდერის გარეშე სტიქით გადაიტანეთ ეს თანხები? გადახვეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, არა სტიქით დაზიანებული, ბატონო. ბატონო შოთა, თქვენ მე არ ვამბობ რომ არ უნდა გადაიხუროს. გერევათ მიზნობრივად. მიზნობრივად მუხლიდან მუხში გადაიტანეთ თუ გინდა ერთად გახსნა. კნარის ისრუე ხა პირდაპირ გეუბნებით, მუხლიდან მუხში მასში გავა. სტიქის თანხით გაკეთდა თუ არა ჯვარში კორპუსები? სტიქის თანხით გაკეთდა, იმდენად რამდენად თავრობის განკარგულებით ის თანხები გამოიყო სტიქის შედეგების სალიკვიდაციო და იქ იყო მოცემული ის ჯვარის კორპუსები, რომლებიც უნდა გადახურულიყო იმ თანხით და არა სხვა პროექტი. უნდა გადახურულიყო სხვა პროექტით, ეს არ იყო სტიქის შედეგი. ნუ ეხა თქვენ ეხა არ გინდათ ეხა გაიგოთ თუ ვერ გაიგოთ ან ვერ იგებთ. ეს თქვენს ეხა თქვენ ამდენი გუბერნიაში მუშაობდით და კომპეტენციის პრობლემა არ უნდა გქონდეთ. მე გეუბნებით რომ ის თანხები მიზნობრივად ჩვენ მე გაჩვენეთ ეხა საჯაროა ეს ინფორმაცია. კი ბატონო. ოქმებს სტიქის შედეგების ამსახველმა კომისიამ რა უფლები გააგზავნა. რამდენი წელია ეს იყო პრობლემი, ჩვენ ვაპირებდით ამას სხვა ფონდიდან გაკეთებას და არა სტიქის ფონდიდან. ამას დავანებოთ თავი. მე უბრალოდ თქვენ რას აპირებდით? ის დარჩა და გავაკეთებ კიდე. თქვენ შეაჩერეთ განათების პროექტები, რომელიც ქუჩები გაანათებთ. კარგი, მაშინ მე თქვენთან მაკითხვა. თქვენთვის პრიორიტეტული პროექტები დამისახელეთ რაიონის ინფრასტრუქტურაში. ყველა ქუჩაში განათება აქედან იწყება თქვენი პრიორიტეტი. არა, ჩვენი პრიორიტეტი არის ძირითადი ახლა დასაქმება. ჩვენი პრიორიტეტი არ არის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არა დასაქმება. კი ბატონო, ჩვენი პრიორიტეტი განათებით იწყება თქვენი პრიორიტეტი. არა, ჩვენი პრიორიტეტი ასე იწყებოდა. წლის განმავლობაში განათებით ფასადები. ჩვენი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იყო ხალხზე გათვლილი. იცით თქვენ ეს, ჩვენ მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში, რაც იყო მაშინ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვარგებდით, სახურავებს და იმებს ვაკეთებდით იმ ფონდებიდან, სადაც მიზნობრივად იყო ხარჯები განკუთვნილი. და არა სტიქის შედეგად, ბატონო გოგა. ამის თქმა მინდა. ეხლა ამას თავი დავანობით, მე უბრალოდ მინდა სოფლის პროგრამებს შევეხო და თქვენ ბაღი ახსენეთ, უბრალოდ სოფლის სადაც მე მივედი, პრობლემა გვაქვს ერთი რომ მოსახლეობას აქ ერთი და იგივე ამბობს მოსახლეობა ჩვენ არ გვეკითხებიან თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს.
ამას თავი დავანებოთ, ეკითხებოდნენ მოსახლეობას და მოსახლეობა წვითავდა. უბრალოდ თხოვნა არის ეგეთი და აი საუცილებლად მოგდასო, თქვათ ეხლა მე მაგალითს გეტყვით, ბატონ გოგა, ხვალ შეგიძლია ხვიდეთ მახარიის უბანში, სადაც თქვენ ბაღს აკეთებთ და აფინანსებთ, სადაც მოსახლეობაზე არც ერთი ადგილობრივი მოსახლე არ არის დასაქმებული. ვინ არის მაშინ დასაქმებული? ვინ არის სამუშაოში? არის სხვა პიროვნებები არიან. არა, ერთი წამით რა, უნდა დავაზუსტოთ რაღაც თემები. ჩვენ ეხლა ერთმანეთში აურიეთ ადგილობრივების დასაქმება და ის რომ გადაწყვეტილებაში არ არის მოსახლეობა ჩართული. ეხლა ის რომ მოსახლეობა გადაწყვეტილებაში არ არის ჩართული, კნარის ისრუე აქ ოპონენტმა მანამდეც ახსენა და მე ერთად დავიარეთ მაშინ ბატონო გოგა ის სოფლის პროგრამები რომელიც თქვენ გააკეთეთ თქვათ ოჭანეში რო ჩადეთ მილები და 15000 ლარად და სათავემდე რომ მივიდე წყალი რო არა არის თუ არა კი არის მე ის სახების მე ვინ გითხრათ რომ ის პროექტი გულისხმობდა იმას რომ იქ იმ 15000 ლარის ფარგლებში უნდა მისულიყო იქამდე ზღვა მოსახლეობა ასე ამბობს მოსახლეობა მითხრობს რომ თუ ამ მილებს ჩავ ჩვენ წყალი გვექნება ასე არ არის ჩვენ შეგვიძლია ერთად მივიდეთ მოსახლეობას პირველად არ შეხვედრილ ვარ იქ მაგ თემაზე ძალიან ბევრჯერ შევხვდი იქ ჩვენ წელს გათვალისწინებული გვაქვს უკვე ტენდერი დასრულებულია გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებულია 412000 ლარიანი პროექტი ხორციელდება იცით ეს 10 წლეულობით დააგროვილი პრობლემა რამოდენიმე თემის განსაკუთრებით ეწერის მოსახლეობის და მოჭანის მოსახლეობის რომელიც თვალერიდან წამოვა ახალი მაგისტრალი და ის რა აზრი ქონდა მილების ჩადებას ის მილები არის იმ პროექტის ნაწილი, რომელიც ჩვენ უნდა დაგვეგმილი ქონდა, რომ უნდა გაგვეხორციელებინა 2014 წელს. იმ მილებით გარკვეული წილი პრობლემებისა მოგვარდა. იქ არ იყო მარტო ცენტრალურ მაგისტრალზე საუბარი, ნაწილობრივ შიდა ქსელი მოწესრიგდა, ვიცოდით ჩვენ რომ ეს პროექტი უნდა გაგვეხორციელებინა მომავალ წელს. გარკვეული წილი მოსამზადებელი სამუშაოები გავაკეთეთ ამისათვის. ანუ ფაქტიურად გამოდის რომ ის რაც იმ პროექტში გაიხარჯა თანხები, ისევე როგორც ქსების შემთხვევაში ხდება, აი მოხრეშვითი სამუშაოები რო ტარდება ყოველ წელიწადში 5ჯერ და 2ჯერ და 3ჯერ, ხო? გამოდის რომ იმ პროექტის ფარგლებში გახარჯული თანხებით წყალში გადაყრილი თანხები. ბატონო გოგა, დამისახელეთ ერთი პრეცედენტი წელიწადში 5ჯერ გზების მოხრეშვის. მოსახლეობას ნუატუებ, მოდი სიმართლე უთხრათ ადამიანს. დამისახელეთ ერთი შემთხვევა ეხა ფრაზებს თუ ვისვრით მე ეხა ირვა ყაჩაღობა დაგაბრალოთ ამ ყველობა ერთი შემთხვევა დამისახელეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სადაც გზა მოიხრეშა 5ჯერ ბევრი შემთხვევა სხვადასხვა ბევრგან არის კი ბატონო გეტყვით აგერ ლიისში დაუსაუბნო გზები რამდენჯერმე მოიხრეშა ჩამორიცხა წყალმა არ ჯობია იმ მოხრეშვით სამუშაოებს აი ეს აკუმულირება მოხდეს ამ თანხების ხო რასაც მოხრეშვით სამუშაოებზე იხარჯება ხო ერთი წლის მანძილზე ვთქვათ გაკეთდეს 3-4 სოფლის შიდა გზები მოწესრიგდეს ეს საბოლოოდ ისე რომ არ იყოს მოსახლეში მეორე წელიწადს მოხდეს ისე იმ თანხების აკუმულირება და მეორე 3 და 4 სოფლის მოწესრიგდეს ასე რომ ფაქტიურად საბოლოოდ რომ მოგვარდეს ეს საკითხი აი პროექტების ფარგლებში გულისხმობ რამდენი ხანი ვიყოთ ამ ხრეშებით არა ამ ხრეში შიდა გზებზე მაქვს საუბარი ბატონო გოგა უცხოს ვაფერს არ გეგმებით რა თანხებზე გაქვს საუბარი რომელ საბიუჯეტო სახსრებზე ხრეში გასაგებია ხრეში ახსენეთ 30-ჯერ რომელ საბიუჯეტო სახსრებზე მეუბნები აკუმულირებას რო იძახით რა არის აი ამ ხრეშზე რაც იხარჯება ხო 1000-ობით და 100000-ობით ლარები იხარჯება ყოველწლიურად ხო შეიძლება ეს ბატონო გოგა მე ეხლა ბოდის გიხდით რა სანამ კანდიდატურას წამოვაყენებთენსაც ძალიან მე წამოვაყენებ თუ არ წამოვაყენებ ეს თქვენი გაცნობოდით იმ პროექტებს რაც განხორციელდა საჯარო ინფორმაცია არანაირი პროექტები არ გაგაჩნია ისე მეგობრულადაც მოგვეწოდებინა გაცნობოდით იმ პროექტებს ეხლა ადამიანს რო ატყუებ რომ წელიწადში 5ჯერ იხრეშება ერთი და იგივე გზა ამას ეხლა ამის ეხლა დამისახელეთ ერთი შემთხვევა და მე გაგცემთ პასუხს თუ ასეთი ყოფილა დაგისახელეთ შიდა გზები ლიაში კნარის სიცრუე ხო 2ჯერ და 3ჯერ არც ერთი გზა არ მოხრეშილა კარგი მოდით ახლა Facebook-ის გვერდიდან იცით რა კნარის სიცრუე ერთი წამი რა კიდევ შეკითხვები მაქვს კანდიდატთან კნარის სიცრუე გეკრიბოთ რომ ბატონო გოგა მოგეცემ საშუალება სამივე კანდიდატს დაუსვათ ერთმანეთს კითხვა